საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ბოდბეში საზეიმო წირვა მეუფე იაკობმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას მღვდელმთავარმა ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ კამპანიაზე ისაუბრა. კახეთიდან კახა კუპატაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. თავი დაანებეთ ჭიდაობას უბრალოდ თუ ეს გამოწვევა მივიღებთ ამ ბრძოლაში ყველა დამარცხდება. ამის შესახებ მეუფე იაკობმა ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრისას ჯერ ამბიონიდან იქადაგა, მოგვიანებით კი მედიასთან კომენტარისას განმარტა, რომ საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებიც წლებია ამ კამპანიით არიან დაკავებული, ერთი კაცით საკმარისი იქნება მათ დასამარცხებლად. ბოდველი ეპისკოპოსი საარჩევნო წელსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დაპირისპირებების დრო წავიდა და აუცილებელი საზოგადოების ყველა ჯგუფმა ერთად ცხოვრება ისწავლოს. ეკლესიასთან ბრძოლას თავი გაანებეთ, იმიტომ რომ კდესა ზედა დავაფუძნო ეკლესიაში ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მასო. ვერ მოერევით რა, ეხლა წარმოედგინეთ რა, მოკლე ისტორიული მეხსიერება არ აქვს და რომლები იძახიან ეკლესიაზე რუსული. გადახედონ ეროვნულ მოძრაობას და ვინც მაგას იძახის ეროვნული მოძრაობის მართლას პატრიოტი წევრები რას ამბობენ მაგაზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ. რა ყველას ყველაფერი გვახსოვს და ძალიან გთხოვთ გაანებეთ ეკლესიასთან ამ ჭიდაობას. თორე გამოწვევას მივიღებთ და ეხლა უბრალოდ დამარცხდებით რა, მუქარის გარეშე, იმიტომ რომ არაფერზე არ დგახართ. არც სარწმუნოება გაქვთ, არც მწამსი არა გაქვთ, რამით რომ შეგვიტიოთ და ჩვენთან თუ რამე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თავებს მიხედეთ. მეუფე იაკობმა ამის შესახებ იქადაგა რამდენიმე წუთის წინ წირვა-ლოცვა უკვე დასრულდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს წირვა-ლოცვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მოგვიანებით კი, როგორც უკვე გითხარით, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბოდბის დედათა მონასტერში დღეს განსაკუთრებით ხალხმრავლობა იყო. აქ არა მარტო კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, არამედ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მოიყარეს თავი მოქალაქეებმა, რათა წმინდა ნინოს საფლავი მოელოცათ. დღეს ქრისტიანული სამყარო და სრულიად საქართველოს აღნიშნავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ნინოობას. ბოდბის მონასტრიდან მინდა მიულოცოთ სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე. მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე. მთელ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე არის. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის მოგეხსენებათ დღეს არის წმინდა ნინოს ხსენების დღე, შესაბამისად ეს დღე გამორჩეული არის თავისი ისტორიით და თავისი მნიშვნელობით და რა თქმა უნდა მიულოცავ ყველა მართლმადიდებლს. სრულიად საქართველოს ულოცავ. დღეს არის წმინდა ნინოს მიცვალების დღე და მეც ნინო ვარ და ჩამოვედით მოსალოცად თბილისიდან და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სულ ვცდილობ რომ მოვილოცო და ჩამოვიდე ხოლმე ბოდბეში. სრულიად საქართველოს ულოცავ ამ დღეს. წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს 1 ივნის მის საქართველოში შემოსვლას, ხოლო 27 იანვარს გარდაცვალების დღეს. მადლობა, პირდაპირ ეთერში კახა კუპატაძე საუბრობდა.